როდესაც გვაქვს შინაგანი, ხილული, ანუ ხილავი, ან არაცნობიერი, ან გაცნობიერებული, მაგალითად, სურვილები, რომ ეს მინდა, და გულახდილად რო გითხრათ ასტროლოგიურად შეიძლება ეს ძალიან დიდხანს ჩანდეს პროცესი, რომ ადამიანს რა უნდა სინამდვილეში ეს დიდხანს ვერ იპოვოს ხო საკუთარ თავში, უფრო თერაპიული დაკვირვებებით, უფრო დრო ჭირდება, ის ატომი თუ არის ჩართული ჩვენთან რუკაში მაგალითად, და რომ მიხვდეს რა უნდა ხო ადამიანს ზოგადად შინაგანად ოღონდ ხო. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ რაც გვინდა შინაგანად, რასაც ან ღირებულებების კუთხით სწორად ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს, ან გვაკლდა მაგალითად ბავშვობაში ის, რაც ჩვენს ფსიქიკაში ჩაილექა, მაგალითად არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად რაღაც ერთი სტანდარტი უნდა გვინდოდეს ყველას და ყველანაირად ერთნაირად უნდა ვიყოთ პატერნებში, ხო? ყველასთან ინდივიდუალური სურვილები არის, ეს რუკაში ძალიან კარგად ჩანს. მაგრამ როდესაც აი ამ სურვილებით შემოვდივართ გარის სამყაროსთან და ვეჯახებით ასევე იმათ დამოუკიდებელ სურვილებს, პატერნებს, ოცნებებს, შიშებს, ტრამვებს, ასე შემდეგ აქედან გამომდინარე, ხო? ჩვენი სურვილები არათუ კმაყოფილებული ხდება, საერთოდ ვერც გვხედავენ. თან ყველაზე საინტერესო ჩვენც ვერ ვხედავთ მათ, ხო? ანუ ჩვენ ყველანი რაღაც არაცნობიერ ძილში ვართ წასულები ჩვენ სურვილებში, ჩვენს ოცნებებში. მაგალითად, ცხოვრებისეულით რო დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, აი თუმე მაგალითად მანგრევს რაღაც კრიზისი, ხო? აი ფინანსებთან დაკავშირებული კრიზისები, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ქვეცნობიერი ძალიან არის დამოკიდებული, უსაფრთხოება იქნება, ეს ეგო იქნება, ეს შიშები თუ რაც, ყველას თავისი აქვს ფინანსურ თემას. შესაბამისად, ის ემოციები, რაც მე მინდა რომ გამოვავლინო, ხშირად შეიძლება ფინანსებით დაკმაყოფილდეს და შესაბამისად მე მეშინია ამ ფინანსების დაკარგვა, როგორც ემოციური ბედნიერების დაკარგვა, ხო? სადღაც მივდივართ სიამოვნების დაკარგვის შიშთან, ხო? ადამიანის შინაგანი სამყარო არის ორიენტირებული, რომ მან სიამოვნება მიიღოს და როგორც ეს სიამოვნება არ არის დაკმაყოფილებული, ან საერთოდ უიმედო მდგომარეობაში არის, რომ ის როდესმე ამას მიიღებს მაგალითად, ხო? აქედან მოდის უკვე კონფლიქტი, შიდა კონფლიქტი, გარე კონფლიქტიც ამავე დროს, გარე სამყაროსთანაც კონფლიქტი. და ყველაზე საინტერესო ისე რომ ჩვენ არ გვესმის ერთმანეთის, ან ყველაზე საინტერესო ისე რომ შეიძლება მე არ ვიყო ის წყარო, რომელიც ადამიანს მისცემს იმ სურვილს, რაც მას უნდა, მაგრამ ის წყარო შემიძლია ვიყო, რომ მე მესმოდეს, რომ მას ეს უნდა. ეს შინაგანი ხედვა თუ არ არის და მე ვერ ვხედავ სხვა ადამიანს, საქმე იმაშია, რომ მე მიჭირს დაბრუნება საკუთარ თავთან შესაბამისად. იმიტომ რომ აქ იღვიწებს ისევ პატარა ბავშვი, რომელსაც უნდა დედიკო და მამიკო, ძალიან მარტივად რო გითხრათ, კარმლას